შუა დღეებში დობის სულ ყველა. აბა როგორ ხართ გოგოებო? ზიან და ქარიან დღეს. და სამაგიეროდ ტკბილით შევაბრძოლოთ მოდი. არა, ეს არის მე მგონი რაღაცა 60-ის რეჟიმი. ნუ ადრეული საუზმე დილას მე რაღაცა და აი ზუსტად ამ დროს მოდის ყველანი საუზმის, რომელიც არის უკვე ჩაი და რამე გემრიელი ტკბილეული. ეს ორივე გვაქვს. შვენიერი ჩაი, და მშვენიერი ხო, ტკბილეული, არაჩვეულებრივი, ფუმფულა, ფუშფუშა, ადვილად მოსამზადებელი, უცბად მოსამზადებელი და რაც თავია არაჩვეულებრივი თეამეორმიშვილი. გაიკო, ჩაით მინდა დავიწყო, იმიტომ რომ ტკბილეული ჯერ არ არის მზად და ჩაი ყოველთვის მზად არის ჩვენ სტუდიაში, რაც აჰმად ჩაი შემოგვიერთდა, ასე ვთქვა, თავისი მრავალფეროვნებით. გნებავთ კენკრა, გნებავთ კლასიკური შავი, გნებავთ მწვანე, გნებავთ დეტოქსი, განსათფობელი, გამაგრილებელი. აუცი გვერდავი მახსოვს რა ქვია ჩვენ რასაჭიროინგი. ანუ პერგამოტის მსგავსი რაღაცა? პერგამოტია. მეზობელია, მაგრამ სიყვარულით არის დაკრეფილი და მოტანილი ამ ჭიქაში ჩასმული ინგლისში შექმნილი ბრენდი აჰმად ჩაი, გეტყვით რამდენიმე სიტყვას მის შესახებ და ასე თქვეს იმ ოჯახის წევრებმა, რომლებმაც დაიწყეს ამ ჩაის წარმოება, არაფერს ისეც არ დავამზადებთ თქვენთვის, სადაც თავად არ დავლევთო და ეს უკვე ამბობს იმაზე, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ხარისხი იყოს მაღალი. ამ სიტყვებმა ჩვენ ისე წაგვახალისა, რომ დღე არ გადის, რომ ნამდვილად ჩვენ ვიწყებთ ჩაით. ჩაი გვაქვს, აბა სხვათა შორის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად არის სეზონურად მოკრეფილი ნედლეული გამოყენებული ამ ჩაის წარმოებისთვის და ასევე ძალიან სკულპტუროზურად შერჩეული არის ის პარტნიორები, მიმწოდებლები ამ ნედლეულის, რომელიც ხდება შემდეგ ჩვენს ჭიქაში, რომელთა მიერ მოყვანილი. ეს არ გამისინჯავს, აბა მომასმევინე. ჩაი ინგლისიდან მოდის გავიგე, მაგრამ ტკბილეულობა, რომელიც დღეს შეიქმნება ჩვენთან, რომელი ქვეყნის შვილები არიან ნეტა, რა გვაქვს მენიუში დღეს მენიუში გვაქვს კენკრის ტორტი, რაღაცნაირი ახლებური, ტრენდული, ასე გითხრათია. შემდეგ ტრენდული ტორტი რა უცნაური ნაპოლეონის ჭიქებში. აი ასეთი ამბავი და მესამე ბლოკში სტუმრიანობა ყავს და პარალელურად ჩვენ მოვთავთ. ეს იქნება მცირე საცირკო სანახაობა მეეჭვება გზაზე, რომ შევდგეთ. დაუძახოთ და შემოვიდეს ჩვენ მეუნიშვილი ჩვენთან სტუმრად და თეია გვასწავლის ალბათ იმ კარგ ვერსიას მორთვისას, რომელსაც მობრძანდით. ჯერ ერთი მოგვენატრეთ, ხო, აი ერთდროულად. მეორეც მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ უნდა იჩქაროთ. ეს არ არის ჩემი სამზარეულოს წესების ტემპი და რიტმი და რაღაცა გიჟური ნერვიულობა, ეს არის სიმშვიდე, სიწყდარე, სიყვარული, მით უმეტეს ტკბილებს ვაკეთებთ და უნდა დავტკბეთ და დავშაქრდეთ. გვიხარია თქვენ რომ მოხვედით ჩვენთან. მომენატრა სცენაზე გახდა. კამერის წინ. კარგია, მაგრამ მიჩვევა იცის, რა ცუდი მიჩვევა იცის კამერა. ესე იგი, შეფები შეიძლება დავყოთ კონდიტერებად და მეორე მხარეს რა ერქვა, შეფსარეულები, რომლებიც მხოლოდ სხვადასხვანაირი ტიპის კონდიტერია აბსოლუტურად სხვა მიმდინარეობა. და არ უყვართ სხვა სფეროში გადასვლა ხოლმე იმ სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც არიან კონდიტერები. სხვა სფეროდან უყვართ აქით გადმოსვლა. ერთი კითხვა შეიძლება დაგისვათ. ადრე აი მე რომ ძალიან პატარა ვიყავი, თუ შეიძლება უფრო ადრეც, ძალიან მოდაში იყო სახლში ტორტების ცხობა. იმიტომ რომ არ იყო ხა ესე ვერ გახვიდოდი, ვერ იყიდით ყოველი ქუჩის კუთხეში, არ იყო საკონდიტრო, ხო? და ყველას ყავდა ნაცნობი სუპერ ტორტის ცხობელი მეგობარი. აი იმის ტორტი იყო კარგი. მე ყავდა ეს თინაცნობი დედა. საკუთარი დედა აკეთებდა. მე დეიდა მყავს. ნაპოლეონის ცნობილი იყო მისი და ტორტი, მაგრამ რაღაცა აი ტრენდზე თუ ვსაუბრობთ, მაშინ მრგვალი ტორტები უკვე იყო ისეთი ჩვეულებრივი ამბავი და მახსოვს პირველად როგორც წინა საუკუნეზე ყვები ხალხო, მაშინ პირველად რომ გამოჩნდა კვადრატული ტორტის ფორმები და ნუ ამ კვადრატულ ტორტის ფორმა შემდეგ სხვანაირი მორთვა ჭირდებოდა და ასე შემდეგ. ხო, მოკლედ იქითკენ მიყავს საუბარი, რომ ეხლა რაღაცნაირად ეს მოდა ბრუნდება, იმიტომ რომ ადამიანებს რაღაც გონიათ რომ ძალიან მოიწონებენ თავს სახლში გაკეთებული ესეთი ტიპის დესერტები. მან შეიძლება მან მოხდი რასაც გულისხმობს გვანცა როგორ არის იცი კონდიტერია არის სახლის კონდიტერები
სახლის კონდიტერი, რას ნიშნავს? ადამიანი, რომელიც სახლში თავის სამზარეულოში აცხობს, უყვარს, რაღაც ხელოვნება დაქვს ეს ქცეული და გიждდება აი ამ სფეროზე და აკეთებს და გემოებს აბალანსებს და ვიზუალს და დეკორს აკეთებს, ეს უკვე ხელოვნება და ადრე აი თქვენ რასაც გულისხმობთ, იყო ხდებოდა ეს სახლში. ეხლა უკვე ეს გამოვიდა სახლიდან და დაიწყო პროფესიული განათლება. ჩვენთანაც არის თბილისში სხვათა შორის დავასახელებ თუ შეიძლება იქ პროფესიული საგანმანათლებლო იკარუსი, სადაც კონდიტერებს ასწავლიან, არის კურსებიც, გადასარევი მასწავლებლები არიან, კარგი ბაზა არის. ხაშუც მეც გავიარე და ძალიან მადლობელი ვარ მათი. შეგვიძლია საზღვარი წახვიდე, ასე შემდეგ. ანუ მე რასაც დავაკვირდე ეს ორი სფერო მაინც სხვადასხვა. დავიწყოთ დრო არ დავკარგოთ. ეხა დავიწყოთ არ დავკარგოთ. მე მახსოვს ჩემი ბავშვობიდან დედა რო აცხობდა, პირველი საშიშროება იყო ჩავარდა ბისკვიტი. აი და მთელი ოჯახი ნერვიულობდა. ეს იყო და ღუპულები ვიყავით, შემდეგ თუ მაინც ძალიან არ ჩავარდა, იყო ამის გასწორება და რა უნდა ვიცოდეთ რომ ბისკვიტი არ ჩავარდეს. ხო და ეხა ზუსტად ეს ტორტი ჩემი რომელიც მე აქ მოვიტანე, ზუსტად რო ვიცი რომ კონცენტრაცია ხდება მაგაზე რომ ვაიმე არ ჩავარდეს და უიმე არ გამომივა, აი ეს არ იყოს სახში და მარტივად რომ მოგინდება ტორტი გამოაცხოს. დიასახლისმა მარტივად ამოვაკიდეთ და პრობლემა არ გარანტიას ვიცი გვაძლევ. აი ეხა გეტყვი რითაც კაცი. თავარია ცილა კრემით ვიწყებთ. კრემით რა თქმა უნდა. არა ბაია. აბა რა ჩაცხარი მე არა ეს კი არა. აბა თავარია ცილა არ შეერიოს გულში არა. მე დამასაქმეთ და თქვენ გააგზელეთ შემოქმედება. ცილა და გული ერთად? კი ბატონო. ეხა ვაკეთებთ კრემს. ჯერ ვყოვთ ცილას და გულს თუ არა? ვყოვთ ცილას და გულს. ნუ მიყურებთ. ეხლა რამდენი კვერცხის გამგვინდა ჩვენ კვერცხის გულის კრემს, რომელიც მე გავაკეთე ჩემი სამზარეულოს წესებში, ფინალში. ხო და იქ რაღაცა სიჩქარეში ამებლან და ამერია და ეხლა სულ თხოვდნენ რომ ისა გვაინტერესებსო ის კრემი რომელიც არის ძველი რეცეპტი და ეხლა ვაკეთებ ამ კრემს. რაზე ვთქვათ თქვენ გემოცია? რამდენი ხანია? 4 კვერცხის გულით ვიწყებთ. წყალს ვადუღებთ. ჩავთოთ ეს პაია ხო? რა? მაცალეს. ეს ხო, დიდხანს. არა უსავს ცოტა თუ ჩაყვება ეს არაფერი არ არის. ათიკა ეს. აბა მე ვთქავ, ამ ყველაფერს დავიწყო უკვე. მე ბავშვობიდან ამაზე ვარ მიჩნეული. ყველა მემატყაფინებდა რა ყველა აქვს ესეთი ჭიქა სახში. ამიტომ არ წამოვიღე მე საწორი, იმიტომ რომ იასახლისებისთვის იყოს მარტივი. 200 გრამი არ არის? 4 კვერცხის გული. ხორჩა. ეს არის 4-ია მე მგონი, ხო? 4-ია, 4. ცილა გჭირდებათ? არა. ძალიან კარგად უნდა ვთქვი, ხო? არა, მოიცადე შაქარში. ახლა ამას მიქსერი ვერ შეცვლი და თერგეც მითხარი. აი რატო, ზოგს არ ადვილია, ვსო, არა. რამდენი იყო შაქარი? ნახევარი ჩავის ჭიქა, რომელიც აქ გვაქვს ყველას 200 მილilitrიანი ჭიქა ძველებული. So, ჭიქა. ეს ცოტა შეგნდა. ყალი გვაქვს ვაია ადვილი. აი ცოტა და ადუღდა. ქვილია ეს? ეს თუ დაგყირდა. ეხა ხო აი მე რო ბავშვობას მახსენებს. აირია ხო? ეგ არ უნდა მაგას ძირითადად იმიტომ ვთქვით რომ გაუღვეს შაქარი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გვჭირდება ჩვენ შაქრის გაუღობა. რატომდეს ხელყვასავად ხო? ხო, აბა სხვა ტექნიკა არის ეგ და ახლა გასწავლე. ქვილი მეგობრებო. ქვილი ერთი ჩაის ჭიქა, რომელიც გაქვს სახში ბებიების, დედების. 200 გრამიანი. ხო. ჩავყრით ეს და ვთქვათ. და ეხა ნელა მოურიე რომ არ შეგვეყაროს. ცხელი წყალთან მიმიშვი თქვენი ფეხების ჭირიმე. აჰა. ნუ მაშინება იყო. აიკო ეს და დამიდეთ აქ. ეხა უყურე მე ამასე 1 კილა შედედებული ზიანი წამოვიდა როგორი ნელა ათქვიფე ხა და ეს არის ბომბე. აი ესე ათქვიფე რომ ადვილია უფრო. მომახორეთ და ეხა მივიხედავ. ეხა იწყება ჯადოქრობა. ხო. ადუღებული წყალი გვაქვს, აი ესეთი ძალიან ცხელი, ქაფქაფა. ამას არ ვაგდებთ. როგორ გადავაგდებთ მაგას ხო? რომ ისე დავიცვისოთ. გჭირდება. უყურე, ეგ ხო აურიეთ.
ეხა თიკა შეხედე 2.5 შედედებული რძის კილა. ეხა ფრთხილა დაურიე. ეხა ხდება რა? იხარშება ეს კვერცხის გული ამაში დუღარეში, რომ მისცეს სხვა ტექსტურა უყურეთ. თქვენ ქურა ხო არ გინდათ რომ ჩავრთო? კი, ვაიკო ჩაბირთე დამავიწყო. ხო, მაური ნახე რა კარგად თავიდან წილეობას ვიღებ. თავიდან ფანტასტიკური კრემის შექმნაში ხალხშალები არა, ეს არის კრემის, რომელშიც არასოდეს არ კეთდება აი ეს რაღაცა. არ ჭირდება დიდი პროფესიონალიზმი და ასე შემდეგ. არა, ჯერა. აურიო. всё. აიშალა. თქვენ თუ დღევანდელი გადაცემით მართლა დაგვარწმუნებთ, რომ ტორტის გაკეთება ადვილია? კი. კრემის ადვილია, ბისკვითის რა გითხრა, აბა? და მართლა როგორ გაიშალა ყველაფერი შიგნით? ადვილად გავაკეთეთ. ერთგვაროვანი მასა მივიღეთ მყისიერად. 2.5 ადუღებული. 2.5 ეს გადავაგდეთ აღარ გჭირდება. ეს ჩაიდანი აღარ გჭირდება. მომეცით და და რა მარტივად. ეხა ყველაზე კარგი არის ნინა ეს გახსენით რა და ჩაყარეთ. კარგია როცა ხელში ყრით ვანილი. ვანილიანად? კი. ლიანად? კი. თუთო? მეც მიყვარს. ვანილი. თუთო რამდენი ვანილი წავა? მე ვურჩევ მაინც დიასახლისებს რომ ვანილის შაქარი გამოიყენონ. ვანილინი არ გამოიყენონ კრემში. დამწარებს. ხო და ვანილის შაქარი. შაქარი არის. ეს ეხა მეწამულიღე რაც კარგი. ხო, всё. ქვაბი მოგვაწოდეთ გოგოებო. დასრულდა. ეხა ამ კრემს მოხარშა? მე ამაყირო მივიღე მონაწილეობა არაჩვეულებრივი კრემის შექმნაში. შენ შექმნაში. გაკეთებულ ცხელ გამასი. შენ ხელმოსმილს აბარა? ეხლა ეს ისხმევა. საერთოდ, როდესაც ჭურჭელში რჩება რამე კონდიტერიაში იცოდეთ რომ ის გრამები ყველაფერი თქვენი რეცეპტის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ არ დატოვოთ. უდანაკარგოთ. ხო. ეს არის რეცეპტის რაოდენობის ასაკი. ნინ ეს გადადგით და დავიწყოთ დაბალ ცეცხლზე, დავიწყოთ მაგ ეგ უცებ გაკეთდება. ამას ხე მოხარშული კრემი რო ვეძახით, ეს არის სხვა რა. მოხარშული კრემი კი. მორევა უნდა თეა. აუცილებლად აი ესე. აი ზუსტად ეგრე. რომ კარაქი არ გიხმარიათ, ხო? ჯერ არა. ეხლა რომ დავწერ კრემი ტექნიკურად კარგად მომზადდა, როდესაც ეს იხარშება და გადმოვიღებთ, ქვაბზე არ უნდა იყოს აი ესეთი რაღაცა შემწვარი კვერცხივით. შესაბამისად, აი ესე როდესაც ნაპირებში წურებთ და შუაში წურებთ, ის ნაწილდება და აღარ მიიკრავს. ეხლა მე და თიკა დავიწყებთ აი ადვილი ტორტის მე მგონია რომ ცუდად ვიქცევი ხოლმე, არა მეტალზე რომ ხაკუნებს თუ არ გიჭდით ხელს. ეს ხო ჟანგავი. თუ თქვენ გნებოთ აი ეს ეთერისთვის ჯობია იმით მოურიოთ. კი ბატონო, მაის მოური. გსურთ. ხო, ნინ, ოღონდ აი ესე გარშემო. კი, მივხვდი რომ კედლებთან არ იყოს. ეხლა რას ვაკეთებ? დავწმინდოთ და ვიწყებთ ჩვენ ტორტის კეთებას. ანუ ეხლა ეს კრემი გამოგვადგება ჩვენ ორი მიმართულებით. ეს კრემი გამოგვადგება ჩვენთვისაც და ნაპოლეონისთვისაც. ოღონდ მანდ არის ერთი განსხვავება, რომელსაც ბოლოს ვიტყვი და გავაკეთებთ ისე. და გვაჩვენებთ, არაფერს არ დაგვიმალავთ. კარგი, ესე იგი ჩვენ რამდენი ხანი უნდა გქონდეს დაბალ ცეცხლსა და რამდენი ხანი უნდა ვურიოთ? ეს ახლა რო ადუღდება ზუსტად 1 წუთი რომ შეატყობ რომ ქვილის გემო და სუნი აღარ ექნება უკვე 1 წუთი და всё. 1 წუთი და შეგვიძლია გამორთოთ. კარგით, მაშინ ამ წუთებს ჩვენ რეკლამისთვის გამოვიყენებთ და მალე დავბრუნდებით და გავაგრძელებთ. ვაგრძელებთ დღევანდელ ჩვენ საკონდიტრო მასტერკლასს და კრემი მზად არის. ამასობაში. კრემი მზად არის მოდი ვთქვათ რა მოხდა მაშინ როდესაც უკვე ჩვენ რეკლამაზე ვიყავით. ხო, ანუ თქვენ გითხარით რომ უნდა წარმოდუღდეს და 1 წუთში როცა დაკარგავს ქვილის გემოს გადავდგეთ. გადავდგით და დავფარეთ კონტაქტში იმით რა ქვია სამზარეულ საკვებით და ასევე სასწრაფოდ გადავასხით ქვაბიდან ეს ვთქვათ, იმიტომ რომ არ გაგრძელდეს ხო თერმული თქვა. გადმოვიღეთ და უკვე ცივ ჭურჭელში გადავიღეთ და გადავდგით ეს. მე სულ მამძლია და ჩემი გჯერა? მე მჯერა გემრიელი კრემი. კარაქის აღარ უნდა ისეთი გემრიელი. ნამდვილად ვიწყებთ აი იმ ჯადოქრობას თიკას რო ძალიან დაინტერესებდა და იძახდა არ გამომდის ეს ბისკვიტებია. ბისკვიტი ყოველთვის არ გამოდის. ხო, იწყებს ახლა. მე მოვა. მოდი, მიდი. სწავლა ვიცი ადგილზე მე. ესე იგი ესეთი აქტიურები ესენი არ არიან ხოლმე
ხოლმე ამერიკოს დროს. ლიანად უშვებ ამ ყოველი. ხუთი კვერცხი, მოდი კვანცა. ვერ გავიგე, ბისკუიტს ვაკეთებთ ახლა? ავიდა მიდი. აბა ეს რა არის? ეს წამოვიღე. ეს ისოვა გამომცხარი. ეს რა არის და ეს მე გავაკეთე. ჩვენ ვერ მოვესწრებთ ხა აქ, ხო? ნამდვილად ვერ მოსწევს, იმიტომ რომ ნაპოლეონი გვაქვს კიდე გასაკეთებელი. აბა წავიდე. ხა კვერცხის გატეხვაში ვარ პირველი რა. ესე იგი რეცეპტი ჩავიწეროთ 5 კვერცხის. კვერცხი ფლიანად, სილიანად. კი ბატონო. შემდეგ 125 გრამი შაქარი. აი ეს 125 არის მნიშვნელოვანი. არც მეტი არც ვიცი, რომ საკონდიტერიაში არის მილიგრამებით თუ არ ვიცი ამიტომ არ მიყვარს. 125 გრამი შაქარი და ეხა რაც მთავარია. მარილი კონდიტერიაში მაიმუნობა ხო? ეს მინდოდა? იყვი მარილი? არ მინდოდეს. მარილი ეს არის კონდიტერიაში საბაზისო პროდუქტი, რომელსაც კონდიტერები ამბობენ, რომ ჯერ ხიგნი არ უმღერესო, იმიტომ რომ უმარილოდ კონდიტერიაში არაფერი გემრიელი არ გამოდის და ჩემი რჩევა ყველაფერს გავუკეთეთ მარილი, ცოტა, იმიტომ რომ გემოები ამოყავს ყველაფერი და შემდეგ იცოდი? ცოტა ვანილიც უნდა. რომელიც დავხარჯეთ ვანილი? აღარა გვაქვს. ესე იგი 5 კვერცხი 150 გრამი. რას მათხლეში ნეტელი. თქვენ ვანილი გაამატებთ გავხართ, ჩვენ არ გვაქვს. ეხა მიქსერი უნდა ჩართოთ და რაც არის საიდუმლო რომ 15 წუთით მასწავლე მიქსერი სადგვიდევს. აი. ჩანს. 15 წუთი უნდა ვთქვით. ამის საიდუმლო არის ეს, მეტი არაფერი არ უნდა. 15 წუთი ვთქვით. რაღაცა ძალიან მძლავრი ის აქ პირველი და ეხა ცოტა ხანს თქო უბრალოდ ვაჩვენებ. ამასობაში მე გავამზადებ. ამასობაში ვამზადებ ქვილის. ხვილი. გააჩერე. 15 წუთი უნდა ვთქვით. გავარჩენ ამ ბავშვები დავაყენოთ ისაც ასე მაყენებთ. კი ბატონო და 15 წუთი თუ დაინიშნოთ უკეთესია. ეხლა ვიღებთ ისევ 125 გრამ ქვილს. მაპატიეთ, პირველიც 125 შაქარი იყო, ხო? შაქარი, კი, ადვილია. ხო, 5 კვერცხი 125 შაქარი თქიფავს კი ბატონო. 15 წუთი და ასრულებს თიკაფაცაცია. თინათინი. ეხა დედა. ხო და აი ის ჯადოსნური ხრიკი რომელიც არასოს არ ჩააგდებს ჩვენს მიქსერი აღარ გვინდა. არ ქნაო, ხო და რა. აღარ გვინდა. მომეცი. ჯადოსნური ხრიკი არის ის რომ 15 წუთი ზუსტად 15 წუთი და ცოტა გამოფხვიერებელი. რომელსაც ქვილში ყრით. ჩაამატებთ. 125 პლუს გამოფხვიერებელი. გამოფხვიერებელი რასაც ქვია თუ სოდასაც იყენებს? არა, გამოფხვიერებელი უკვე დაბალანსებულია და აუცილებლად უნდა გაიცრას ფქვილი და წავიდეს ნელ-ნელა. მოდით იკა ეს აი შეშველე. და ფქვილი და გამოფხვიერებელი. მოიწო ყველაფერი ჩადის. უბრალოდ ნელ-ნელა. ცოტა წავიდეს, ხო? ანუ ეს უკვე 15 წუთის შემდეგ ხდება, ხო? 15 წუთის შემდეგ ხდება ესე ნელ-ნელა. აქ წარმოვიდგინეთ რომ არის ცოტა გამოფხვიერებელი. ხო, წარმოვიდგინეთ. იმიტომ რომ თავი რომ დაიზღვიოთ, თორემ შეიძლება არც იყო საჭირო? არც იყო საჭირო. რა ვიცი, მე არ მიქნია და მშვენიერი გამომია. ჩემი ბავშვი კუიდა შეიშალე, სახში ტორტი დავინახო, რომ ასე ფუფუსზე. ეხა ცოტა გავაკეთეთ ამას და გადავრევ ჩემ ბავშვებს. ხო. როდესაც ვაკეთებ თხილის ტორტს, ასევე არის კიდევ ერთი საშუალება. ვინაიდან ხილი არის მძიმე და ბისკუიტში როდესაც იმდება და ეს ჰაეროვანი რომელიც ის არ ჩაიწიოს, ზეთს უკეთებენ ბისკუიტში. კი ბატონო. და ეს რა შევა? როგორ კეთდება? ვიღებთ აქედან ცოტა აი ამას ცოტას გაჩერეთ იქ. და აქ გვაქვს 65 მილილიტრი ზეთი. შეჩვევის პრინციპი. ჩვეულებრივი უსუნო უგემო, ჩვეულებრივი ისეთი, რომელიც გაქვს სახში. და შეჩვევის პრინციპი რას გულისხმობს? ანუ ზეთი ვინაიდან რთულად იხსნება. ხო, აი აქ გავხსნით. ხო, ცოტა დიდხანს უნდა ამას აღარ ვიზავდო დროში. ადგეზიო. და ნელა თიკაში. ორი. ზემოდან ასხამთ? თუ გინდა ქვემოდან დავსხავარ რა პრობლემა. ეს ერთ ადამიანს გამოსდის? თუ ასისტენტი ჭირდება? არა, ეს ადამიანს გამოსდის. თუ გინდა მე გავაკეთებ. არა, ანუ მე რო ვდგავარ და თქვენც რო გახართ. მოვაყოლებთ. აი, ამასობაში ესე იგი
თიკა მოამზადა სწრაფად. დიახ. ეხლა ვიღებთ და აუცილებლად გვაქვს გამზადებული გასქურის. ეხლა ეს მოგმურა ხდება, მაგია რაღაც. არა გვითქვეფია და იმიტომ. ანუ ეს რა თქვიფო ეს ხო უკვე ფუშხუშა. ეს არ არის ეხლა ის ტექსტურა რაც უნდა იყოს. სახში ესე იგი 180 გრადუსამდე გაცხელებ. გავაგრძელო ვითომ შვები რამეს ეხლა თუ თავს ვიტყუებ. ეხლა არა მე ეხლა გაგიმზადებ ნახე რას. მე ვამზადებ ეხლა ეგრეთ წოდებული ფოლგა, ანუ სამზარეულოს ვიღებ ფოლგას, ხო, სად არის ფორმები, ბოდიში? რისი? ფორმა მინდა. რისი ფორმა? ისინი მგვარდა, იცით რომ გვაქვს? კი, მოვიტანე. ეს ფოლგა, უყურეთ ეხლა. ოღონდ არ უნდა გაჩერდეს. ძალიან არ უყვარს დიდხანს ხელით თქვება, როდესაც ფქვილს ჩავყრით და ქვემოდან ზემოთ, ანუ როგორც არის ტექნიკა ტორტის ფქვილის ის რა ქვია, მორევის ძალიან სწრაფად თუ ვინმე ყავთ სახში და ის გაგიმზადებთ, მე ხა ეს მქონდა. ანუ ასისტენტი გვინდა მაინც, გვინდა. ეხლა ვახოთ მე ეს გავწიოთ. ასისტენტი ბავშვი. ეს გამწევს უყურეთ თუ გაქვთ ესეთი, აი ესეთი სახში და თუ შეიძენთ, ეხლა უკვე ძალიან მოხერხებულია, ძირი არ უნდა, ფოლგა კეთდება ქვემოდან. თუ არ გაქვთ, არ არის პრობლემა, მე 5 კვერცხიანს ვაწყობ 22 დიამეტრის ფორმაში. თუ გაქვთ სახში 22, 23, 20, ყველა წავა. ჩემი ერთი მტკაველი გამოდის. ხო, აი უყურეთ როგორ ვაკეთებ. გარედან ხუთავთ ფოლგაში, ისე რომ ძირიც დაფარული იყოს და გვერდი. ამ დროს ამასობაში თიკა არ ჩერდება, იმიტომ რომ ჩერდება. არ გაჩავდა. არაფერს არ უსვამს ძირზე. არაფერი არ უნდა ფოლგას. ზეთია იმაში. მე დარწმუნებული ხარ თუ ჩავას. ხო, წავიდა. ესე იგი ქურა გაცხელებულია. არაფერი რო არ დავაკლოთ, თქვენგან ხო ვისწავლეთ უკვე რომ არც ერთი ყუწი არ უნდა დააკდეს ჩვენ. კი ბატონო. ვსა. და უშევთ ეს ხელი რატო შევფუთეთ რო იმიტომ რომ ზემოდან არ გაიკეთოს ეს უხეში კი ბატონო. დავდგავთ ღუმელში. 180 გრადუსი უკვე გამთბარი. ეხლა ეგ ერთი ფენა, ხო? ეს არის ერთი ფენა ტორტისა, ხო? ეს ეხლა მე გავაკეთე ხო ერთი ფენა, იმიტომ რომ აქ არის საშუალება. ეს გაკეთებულია, გაყოფილია და სამად არის, იმიტომ რომ რო არ ჭრა და ეს ნაფშვენები არ დაგეყაროს და არ დანაკარგოს. ხო, ეგრე იყოს, ხო, ტრიტნენ მე შუაში. ხო, შეგიძლია ხა ეს აჭრა ჩვეულება. ჩვენ გვექნება დრო კიდევ რომ ტორტს მიუბრუნდე და მივცე დასრულებული სახე და ისეთი სახე, რომელსაც შენ გვეუბნებოდი რომ ტრენდულია, მაგრამ ნაპოლეონი რომ არ გამოვასწროთ. ნინო გადაირევა ჩვენ. ეს გვინდა? ახლა მოდი სანამ ვითომ კრემი, ეხლა დავასრულოთ მაშინ კრემი, იმიტომ რომ იდეაში ჩვენ კრემი გვინდა ცივი, ხო? თუ არა? იდეაში გვინდა და მაქვს მე ცივი კრემი თქვენთვის მოდან. ხარ, სად არის? აი, იმიტომ რომ ეს გაციებას ვერ მოასწრებ. გაცივება სჭირდება რამდენი ხანი? მე მაცივარში შეგდებით არის, ხო? მაცივარში შეგდებით. ღომი მეგონა გორდი. პირდაპირ შეგიძლიათ მაცივარში შედოთ ეს და გააციოთ, ან ზამთარში მე პირადად მიყვარს ხოლმე სიგრილეში ვდგავ. ჩემი ცხელი სად არის? რა ითქვას? ხელი აქ არის ბა. აი მე ერთი იოგურტი უკვე ჩავცალე. შიო და მოვასწარე დილით საუზმე და აუ ჩასაფერი მე. მინდა შეგახსენოთ, აი ჩემი დაცლილი ბოთლი. ჩვენი მეგობარი სოფლის ნობათის შესახებ და მისი ხაზის რჩეულის შესახებ, რა თქმა უნდა უკვე იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი არ გამეზარება, რომ ეს არის საღრძეზე დამზადებული ნატურალური პროდუქცია და მაქვს ძალიან დიდი არჩევანი. აქ გვაქვს ჩვენ არაჟნები, მაწონი, იოგურტები, რომელიც საუკეთესო ხემსი არის. თუ დამიჯერებთ. და თუ დამიჯერებთ, ცხობაშიც ძალიან სასარგებლო და კარგი არის, მით უმეტეს ნატურალური არის გამოდგება. დიახ. ეს მინდა აი ეს. მე მაქვს ასეთი კითხვა თეასთან. ცხობის დროს თუ მღერი? ეხლა მითხრა დედამღერო. ცხობის დროს შველი. არ მღერი, მე გირჩევ რომ იმღერო და გეტყვი ახლა რატო? მუსიკა ჩართულია, ანუ ძალიან კარგი. ძალიან სწორად იქცევი, ინტუიციურად თუ აბა კონდიტერი ინტუიციურად სწორად იქცევი და გეტყვი რატო? იმიტომ რომ შვეიცარელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი კვლევა, საიდან ვიცი და ონჯი და რა თქმა უნდა, რა თუნდა ამას ბევრი კითხვა, ონჯიზე თუ წავაწყდებით ესეც საინტერესო ინფორმაციას, ძალიან
საფუძვლიანი კვლევა, შერჩევითობის მეთოდი და ასე შემდეგ და ყველების დამწიფების პერიოდში 9 ყველი შეარჩიეს და თითოეულს ასმენინებდნენ, урთავდნენ, ასე თქვა, სხვადასხვა ჟანრის მუსიკას. იქ იყო ჯაზი, კლასიკა, ჰიპ-ჰოპი, ბლუზი, პოპი, ასე შემდეგ და ამიტომ სხვადასხვანაირები გამოვიდა. 9-ვე ყველს, რომელსაც ამოწმებდა ძალიან კომპეტენტური ჟური და რაც თავარია, ერთხელ გასინჯეს კი არა, აი გასინჯეს, შემდეგ აირივნენ და ისევ შემთხვევითობის წესით გასინჯეს და ზუსტად იდენტური პასუხები დადეს ყველს ქონდა განსხვავებული არომატი. ერთნაირად გაკეთებულ ყველს? ერთ და იგივე. ანუ დაუშვათ სულგუნი, დავდეთ ელემენტარზე ტარდებოდა, ხო, ყველის ისე არის ეს ელემენტარი, მასზე ტარდებოდა ეს ექსპერიმენტი. ყველას ხო ქონდა განსხვავებული არომატი და ყველაზე მითხან. არა და სად დაიჯერებ რა უყვარს ყველს? ჰიპ-ჰოპი. რატო? ყველაზე არომატული ყველი იყო ის, რომელსაც ასვენინეს. ჰიპ-ჰოპი. მეციცი, მაგრამ ის ძალიან ტრაგიკული ამბავია. ძროხების ფერმაში, ძროხებს ბაღს ასმენინებდნენ, დასაკლავად მიყავდა. სხვათა შორის, ცნობილი მეხორცე თუ ხორცის რესტორანი რო არის ნუსრეთი, ესეთი ის არის. ხოფლეში რამდენიმეა სულთან იქ მოხვდა ძალიან ფუფუნება, მე ვიცი რომ ეს ადამიანი ნუსრეთ ბეი, ქვია მგონი, ხო ესე მარილს როყრის ფსიქ მარილს ესე იდაყვიდან ალბათ მისი საფირმო მოძრაობა. ისიც ხორცების ესეთი სათავსო თუ არ ვიცი საწყობი სადაც აქვს, იქაც არის კლასიკა ჩართული თურმე ვაიმე. არა, იმ ცოცხლებს ასმენინებდნენ. ხდება და იმიტომ არის ესეთი კარგი იქ უნდა გაკეთებული სტეიკიო, მე არ ვიცი. ეს არის მარკეტინგი, რა დაგემართა. ხასიათიანი ნუ რა ვიცი, მარკეტინგიო და კიდევ ვიჯერე. ამ ყველის წარმოებელმა ბრენდმა შეუკვეთა ეგ კვლევა ნინო, მე მინდა რომ მიწაზე დავეშვათ რა. მიწაზე დავეშვათ, გამაკეთებინეთ ნაპოლეონი, ახლა მიწაზე. დღესდღეიდან მაცივარში დავამონტაჟე დინამიკები. კარგია. თუ ძალიან მეყვარია. თომა რამე ჩაგვირთე. სალომეს უნდა უთხრა მესამე ბლოკში. დავაგრძელებ. მოუყევი სალომეს. მოუყვები, მაგრამ ახლა მოდი დავბრუნდეთ ნაპოლეონის კრემს. ესე იგი ნაპოლეონში ზუსტად არის სულ რაღაც ეს ორი კომპონენტი, რომ ის ბისკვიტი თუ რას არის უნდა იყოს ფენა და ხრაშუნა და ნუ კრემი ისეთი გემრიელი უნდა იყოს, რომ არც ხილი აქვს მას, არც სხვა ნედლეული, რომ რამემ გააკეთილშობილოს. ხო, ანუ ორივე უნდა იყოს ძალიან კარგი. ბისკვიტიც და კრემი. მაინც არა, ნაპოლეონზე ხო ვლაპარაკობთ ახლა. არა, ფენა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩემი მოდი გავაკეთებ თეატრო ნინამ შეჭამა მთელი მასალა. კრემი ნაპოლეონისთვის მნიშვნელოვანია რა, რომ ამ კრემში კარაქი ცალკე არ იდღუიბება, პირდაპირ ცხელში ვაგდებ და როდესაც გაცივდება, მე ცოტა მიქსერით ამოვიყვანთ და დამთავრდა. იმიტომ რომ სხვა ტექსტურა არის მაშინ კრემი, ანუ არის უფრო ჰაეროვანი და ვინაიდან ეს არის ფენოვანი ცომი, ფენოვან ცომს მკვრივი ტექსტურის კრემი არ ალბობს. მოდი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ეს ზუსტად იგივე კრემი არის პირველ ნაწილში გავაკეთეთ ტორტისთვის, მაგრამ მას ემატება კარაქი ცხელშივე ემატება და მე ცივდება ცოტა მიქსერით ითქვა. ხო. რა მუსიკა ჩავთო ამ პროცესისთვის? ამ რა მოუხდება? ნაპოლეონს, მოცარტი ჭირდება ნაპოლეონს. დავიწყოთ თუ არა? ვაკეთებ ჩვენ ამას. ცივი მაქვს წარმოგებული, იმიტომ რომ ვერ მოვასწრებ. კარგი, გავეშვათ ამას თუ არ გავეშვათ? არ გავეშვათ. ცივში აყამატებთ, ახლა კარა აქვს თუ? ხო, ახლა ნაპოლეონისთვის აქ ჩავაგდებ მე და ეს ცივში ტორტისთვისაც ხომ გვინდა? ტორტისთვის ცალკე იდღუიბება. ნახევარზე მეტი? ხო, ნახევარზე მეტი, იმიტომ რომ იმას ცოტა კრემი ჭირდება. ეს 400 გრამიანი იყო ეს კარაქის. არა, ეს არის 200 გრამიანი. 200-იანი, ანუ სადღაც 160 წავიდა. კი, ამ ულუფას ჭირდება 200 გრამი კარაქი. დრო ჩაირთო. დრო ჩართულია. დრო ჩაირთო. ასე ტიტულად სწრაფად. მე ვარ. ხუთი წუთი დაგვრჩა. და ნინო, ყოფზით ნელა გაიწყება ეს. ყოფზით ნელა ჩაუშვებ კრემს. ნახევარი ჩაუყარეს სულ ახლა. ნახევარი. ახლა კიდე ცოტა.
ეხა აიფოთება და გამოიწვება მიქსერი ეხლავე. იყოსო არა უშავსო. ცოტა ერთი წამით და კი, არა, შეგვიძლია არ ვთქვათ. იმიტომ რომ არ გამოვა სხვა. ყოჩა ხიკა. ეს ეკრემიდან ყურეთ გოგოება. დანაკარგოთ და კარგი, აბა მე ვიღა გავაყავს მაგას. აი ჭირდება ნაპოლეონისთვის რა? ეხა რა ეს აღარ გჭირდება. ეს გამოვიყენოთ. ეს არის ნაპოლეონისთვის აქ კარაქს ჩავაგდებ. მეუღლეთ. ჩავაგდოთ ეს კარაქი. ცხელში. მოასწრებს კაციებას. ნაღებობრივი, ნაღების გემო. ამომდის და ყველაფერი თუ რომ არა ის გჭირდება ხელმძღვანელი რა თქმა უნდა ყველაფერში ნაპოლეონის სად არის ნაპოლეონის არის არა კიდე გვაქვს არა ეგ იყოს ეხა უყურეთ ნაპოლეონი ეს მე ვაცხობ ეს პატარა ნაჭრებად ეს ჩემი გაკეთებული ცომია სხვათა შორის რამე არ გეკუნდობ მე დავაანონსეთ ნაპოლეონი ჭიქებში თქო და კი ბატონო და აქედან დავიწყეთ რა ესეც მინდა რომ გავაკეთო და მე გადავიდე იმაზე, ხო? განსხვავება რომ ნახოთ უბრალოდ. ერთ ესეც ისეც ვერ გავიგე, მაგრამ გავაკეთოთ ორივე. ორივე გავაკეთოთ. აი კრემში ხა ავურიე მე ეს ნაპოლეონისთვის, მაგრამ მაინც ცხელია ჯერჯერობით. კარაქსურე? ეხა უყურეთ, ეს ნაპოლეონი რა არის? ნაპოლეონი ჭირდება 4 სართული? კი არ ვიცი. გააჩნია რამხელა არის. თუ ძალიან და 3-ც შეგვიძლია გააკეთო სახში. შეგვაქვს 4 წუთი დრო. 4 წუთი დრო გვაქვს. 4 წუთი და 4 სართული. ეს თიკა, აი ეს დამიფშხვენი, ხო? პატარა ჯამში დაიჭირე ხელით უშლება, ეგ არის მომიტევეთ, ხელით კი ბატონო, სახში ვართ ახლა. არა, მიყურებ გვან. კაია, პირიქით, ხაკახრუკი. კარაქსი მასები 4 წუთი რახან არის, მოდი ეს ავა. კიდე ბლოკი გვაქვს წინ. არის ალბათ თქვენ? დრო, ბაია. დრო. ბოლო. ნუ გათამამდით ახლა, დრო მაინც დროა. სად ვართ? ეს ციტყალში რო ჩაგვიდგა, ყინულებში მალე გაცირდებოდა. მოდი ხა, თბილი წაუსვათ და ალბობს. ესე იგი ნაპოლეონის ნაჭრები. ეს წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ იყოს დიდი, რა ფორმის, რა ზომის, არ აქვს მნიშვნელობა, ეს უბრალოდ საჩვენებელია ხა. დავშვენით? კი. ხო, კაი გოგო. კრემი რამდენიც გინდათ იმდენი გადაუსვით, თქვენი გემოვნებით, ხო? აი, დაეფარა. ავიდა მეორე ფენა. აი ამაზე მაღალი, ძალიან რთული საჭმელია ხოლმე მე. კი, ამაზე დაბალი რთული საჭმელია და ზუსტად მაგიტომ მივედი მე ქილამდე მე. ჯოქსა თეთრი ხوار უნდა იყოს წესერად რომ გვეცლია. რა თქმა უნდა, ის იქნებოდა უფრო თეთრი. მე ეს ხომ მე მიქსერით კიდე იფხდება, როცა გაცივდება. უფრო თეთრი უნდა ყოფილიყო. ეხა არა უშავს. მაგრამ უფრო გემრიელად გამოიყურება ყვითელი კრემი ჩემი გემოვნებით. კი, ყვითელი. იმიტომ მიყვარს კვერცხის ყვითლის კრემი და მთლიან კვერცხს ვიყენებ ხოლმე. ჩემთვის ეს არ აქვს მნიშვნელობა ისე. ესე იგი კრემი როცა ძალიან თეთრია, ის არის კვერცხი ცილიანად გაკეთებული, რომ გაბევრდეს და არა, უბრალოდ სხვა რეცეპტია. რომ გაბევრდეს არა. მე ძალიან მაღალია. კაია. ეს დაალბება დაიწევს მერე. ფუნჩხები? ესე მოდი რომ თამაში მოახლის ან ნინო ფუნჩხებს. მიდით იქ. მიდი იქ არის ფუნჩხი. ეს ხო რა ხო? თიქ, ესე გთხოვ, ეს აგა. ეს ჩემი ტექნიკაა, ნუ პლაგიატობთ რა. იდაყვიდა. შენ ესე მიაყარ. არა, ესე იმისი. ვიღაცა ბეის. მიდით თიკა. გინდა ესე ცადო? მე რატო მანერვი უყურებ? მიდაყვიჭირი მე. დაახარე ადამიანები. ისეთ სქელი ფერა გაუკეთა. რატო ქვია ამ? არა, ნინოს უნდა მიდირიჟოროს. და მე ხა თეას მომისავა. რატო ქვია ნაპოლეონი? ანუ ძალიან ბევრი ისტორია და მე უყვარდა იმთავია. ამის ისტორია როგორ შეიქმნა აბა როგორ ნაპოლეონი. ვერ თუ მოვასწრებ მოყვები. ერთი წუთი გვაქვს და ფანტასტიკური გამოვივით.
ნაპოლეონი იმპერატორი იჯდა საღამოს ბუხართან. ჩემი ფავორიტია, თორე ბევრი ისტორია არის. ეს მოუწესრიგო თუ რა? აბა რა მოწმინ. მერე? ხო და ის რა ქვია, იქ იყვნენ ჟოზეფინას სეფექალები. ხო და ეს როგორც ქალთა გულების მპყრობელი მოიწონა ერთ-ერთი და დაუწყო იქ ფანტი. ამ დროს შემოვიდა, ესე იგი ეს ძალიან ეჭვიანი ჟოზეფინა და ჟოზეფინაც არსებობს ნამცხვარი. და რა ხდებაო აქო უთხრა, იმიტომ რომ ეჩურჩულებოდა რაღაცებს ესე და ნაპოლეონი უცებ გააშრა ესე და ვაიმე რაღაცო ნამცხვრის სასწაული რეცეპტი მოვიფიქრეო და ყურში ვეუბნებოდიო რომ ეგება და გამოგვსულოდაო და აბა მოყევიო ჟოზეფინა უთხრა და ნაპოლეონი დაფიქრდაო და ვერ მოიფიქრა 250 გრამი ფქვილიო და ამ დროს იყო მარშალი რომელიღაც ფრანგი მარშალი რომელმაც ამბავი გამოიტანა რომ აი ეს მოყვაო და სასახლის მზარეულმა გადაწყვიტა რომ პირი მოეწმინდა ნაპოლეონისთვის და შექმნა და გამოიტანა ნაპოლეონი. მე ეს მომწონს, არის უამრავი და კარგი, ესე იგი ჩვენ თავარი ამბავი გველოდება წინ. იმიტომ რომ ნაპოლეონი მზად არის და ჩვენ ტორტი უნდა მოვთოთ და ტორტის მორთვის მასტერკლასი გვექნება ეთერში რეკლამის შემდეგ. და ეგეც ვაჩვენოთ ნაპოლეონი კილებში როგორ გამოიყურება. აბრუნდით პირდაპირ ეთერში დღეს გვაქვს მასტერკლასი, ტორტების მასტერკლასი. სულ მალე ჩვენ უკვე გავაფორმებთ ამ დესერტებს, რომლებზეც დღეს ბევრი ვილაპარაკეთ, რეცეპტიც იმედია ჩაინიშნეთ. თუმცა შემოგვიერთდნენ სტუმრები და ჯერ წარმოგიდგენთ მათ. სალომე გველესიანი, აგროჰაბის მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი და ნინი ერისთავი, Axis Towers-ის ბრენდ მენეჯერი. თუ რა სიახლის შესახებ მოგვიყვებიან ისინი და იმ ლოკაციის შესახებ, რომელიც შეემატება ძალიან მალე თბილისს სულ ცოტა ხანში, მანამდე კი მოდით დავასრულოთ და მთავარი ინტრიგა რაც იყო ის რომ ეს არის ნაპოლეონი, ვისაც უბრალოდ ყველას გვეცნობა და ეს არის კილა, რომელშიც ახლა თეას, ასე ვთქვათ, ექსკლუზიური ვარიანტი იქნება ნაპოლეონის. გვაქვს ნაპოლეონი. ასეთად მე და ნინო ვართ მოვლენილები დაივშა ნაპოლეონის ცომი, ასე ვთქვათ და აბა ვისი უფრო ლამაზი გამოვა. ესე იგი თეარი, კრემი და მე ვარ ცომი. ნინო რა არის? რა ვიცი. გითხარი მე შეხელი ჯობია თქო. არა, მე სპეციალური კონტნახე და მეყარა. ახლა მე რა სუფთა ისა მაქვს? მიდი. ტერიტორია. всё. მორჩა. ეხა მოვაყარე. უნდა საკრო რა მეხდება? ეს შაქრის პუდრა? შაქრის პუდრა, ვანილით. ესე. ой, აქ დააყარეთ იკაჩქარში. მორჩიო, ესე მითხარი და რა? ბოდიში. მე მზადმა. სათარი, შეგიძლია აჩვენო მაგ. ჩემი უფრო გემრიელი იქნება ხალხო ხوار ეპარება. ჩემი უფრო ლამაზი. ეს არის ნაპოლეონის კილის ვარიანტი, რომელიც მე მოვიფიქრე მას შემდეგ, რაც ძალიან მიყვარს ნაპოლეონი და ძალიან მიჭირს მისი ჭამა. და ეხა გოგოებო მე უნდა დაისვენოთ იმდენი იმუშავეთ რომ უნდა დაისვენოთ პირიქით სანამ შენ ახალ ამბებს გაგვაგებინებ ჩვენ აქ პარალელურად ტორტს კი ბატონო მე კი მინდა გამცნოთ იმ ამბის შესახებ რომ მალე თბილისში შეემატება აგროჰაბის ახალი წერტილი რომელიც განთავსებული იქნება ჩვენ დედაქალაქის ყველაზე მაღალ წერტილში მოდი ასე ვთქვათ უფრო ზუსტად კი ყველაზე მაღალ შენობაში რომელიც შეემატა ჩვენს დედაქალაქს Axis Towers-ის სახით და სწორედ პირველი ობიექტი, რომელიც გაიხსნება ამ შენობაში, ეს იქნება აგროჰაბის ახალი ჰიპერმარკეტი და სალომე, სანამ დანარჩენ ობიექტებზე ვილაპარაკებთ, რაც იქნება განთავსებული Axis Towers-ში, მოდი გვითხარი, რახან ყველაზე პირველი დამეგობრება მოხდა ამათი. როგორი ტიპის იქნება ეს ახალი ჰიპერმარკეტი, როდის იხსნება და რა განთავსდება შიგ? დიდი მადლობა, მოგესალმებით ყველას. მართლა ძალიან გამორჩეულ ადგილას იქნება აგროჰაბის მეორე ობიექტი, ანუ პირველი ეს იყო იცით მაშალ გელოვანზე დიღომში და მეორე ჩანაფიქრში თავიდანვე იყო რომ ქალაქის ცენტრში. მესამეც ვიცი მე სად იქნება? კი, მესამესაც დავაანონსებთ და ქალაქის ცენტრში უნდა ყოფილიყო და საკმაოდ დიდი ხანია ველოდებით ასე ვთქვათ აქსისისგან იმას რომ რაღაცნაირად მისულიყო შენობა იმ კონდიციამდე რომ ჩვენ შეგვძლებოდა რაღაც ასე ვთქვათ პომპეზური გახსნა და აი 26 მარტს დადგა ეგ დღე 3 საათიდან მომხმარებელი უკვე შეძლებს რომ აგროჰაბის მეორე ობიექტით ისარგებლოს განსხვავებით მარშალ გელოვანისგან ეს იქნება 24 საათიანი თავისი დიდი პარკინგით განსაკუთრებული დიზაინით დიდი მადლობა
ბატონო თარვე ფხოძეს მართლა საოცარია აი კადრებსაც ხედავს ჩვენი მაყურებელი ძალიან ბევრი იმუშავა იმაზე რომ ჩვენ ინტერიერი გარემო ყოფილიყო აგროჰაბის კონცეფციის მატარებელი ასე ვთქვათ გამომხატველი რაც არის ესეთი ტრადიცია და თანამედროვე რაღაცნაირი შერწყმა ეს ტრადიცია რაც არის ჩვენი გემოები ასე ვთქვათ ის რაც სოფლის ნატურალური პროდუქტები და რაც გვიყვარს და რაც გვინდა რომ შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი შესრულებული აი იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით და თანამედროვე ნორმებით რომელსაც დღეს ევროპა გვკარგა. სალომე, ანუ რამე ასორტიმენტი ხო არ დამაკელით ვაკეში, რაც იღებს ყველა სექცია გადმოდის. ყველაფერი გამდის. ჰიპ-ჰოპის დანადგარი გააქვს. რისი? ჰიპ-ჰოპის ჩასართულება. კი, მუსიკაც იქნება, ყველისთვის ცალკე, ხორცისთვის ცალკე. კი, სრული ასორტიმენტით, რა თქმა უნდა, გადმოდის და ისედაც იცით თქვენ ჩემი ინსტაგრამი ასე ვთქვათ, რომ ყველის ძის გადამამუშავებელი საწარმო გავაფართოვეთ, იმიტომ რომ ჩვენ ესე ვართ ასე ვთქვათ, ადრე თქვი საუბრია ამაზე, რომ აგროჰაბისთვის არ არის ესე, რომ ვაიმე მომეწონა ლოკაცია რა კარგი ადგილია და გავიხსენით ორ თვეში. ან ჩვენ მთელი ჩვენი ფერმები, მეურნეობები, საწარმოები უნდა მოვამზადოთ, ეს მარაგები გაიზარდოს, ეს ვთქვათ, საწარმოების მოცულობები და დღეს აი ძის გადამამუშავებელი საწარმო სწორედ ჩაეშვა ასე ვთქვათ, სულ ცოტა ხნის წინ, უკვე შეგვიძლია 25 ტონა ძის გადამუშავება დღეში. და შეგვიძლია ახალ ფილიალთან ერთად ახალ პროდუქტებსაც ვამატებთ, რძეს, უცხი მოხაჭოს, დასალევ მაწონს და ასე შემდეგ. ხორცს პროდუქტებიც ამ მიმართულებითაც ვითარდებით და სიახლეებით კიდე დაგიბრუნდებით ცალკე, აი ხორცის ნაწილში რასაც გეგმავთ, საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი დახლი იქნება ხორცის ვაკეშიც. იგივე აუზები თევზებისთვის, ახალ დაჭერილი ჩვენი იმპორტი თევზის ყველაფერი მე მგონი კარგად იცით. იცით რა მაინტერესებს მე იცი შენ რომ დიდი ხანია ველოდები ამ დღეს და დღეს რომ მოვდიოდი აი გამიხარდა რომ ეს ჯებირები და ეს ღობე იყო მოხსნილი და დავინახე ძალიან დიდი სივრცე უკვე ფუსფუსი არის რომ ეს ყველაფერი გალამაზდეს და პირველი გამკრა რამ მე არ მაწუხებს ესა მე ფეხით გადმოვირვე მაგრამ პარკინგის ამბავი იმიტომ რომ ვაკეთხო დიდი და ცოტა იქნება იმიტომ რომ თიკაც ვაკეში ცხოვრობს ცოტა იქეთ რა და არა მე რატო ეხა ხუმრობის გარეშე ეს ჯერ აფსის თაუერი ალბათ სადღაც მოგვიანებით დამთავრდება და პარკინგი ესწრება თუ არა ვთქვათ აგროჰაბს თუ ეს ცოტა მოგვიანებით ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი რასაც ველოდებოდით ნაწილი რა თქმა უნდა ეს ჩვენი კონცეფციის და პოლიტიკის ზოგადად განვითარების ის არის რომ აუცილებლად იყოს ადგილი ავტომობილის გასაჩერებლად, იმიტომ რომ დიდი ობიექტია, იქ რაღაცა ერთი პარკით არ გადიან ძირითადად და ერთი ჩანთით დატვირთულები ყოველთვის, ანუ უმანქანოდ მოსვლა ცოტა რთულია ტრანსპორტის გარეშე. ძალიან დიდი და კომფორტული პარკინგი ექნება აგროჰაბის მომხმარებელს პირდაპირ ჭავჭავაძის მხრიდან. კარგი, მე ავტოფარეხების ჩავერთები ვისაუბრებ. აქციის თაუერში არის 3 სართული ავტოფარეხებისთვის განკუთვნილი. აქ არის დაახლოებით 500 ავტომობილზე გათვლილი პარკინგები, ამიტომ არავითარი პრობლემა არ ექნება არც ერთ მომსვლელს თაუერსის ნებისმიერი ფუნქციის მომხმარებელს, რომელზეც მოგვიანებით გეტყვით, არავითარი პრობლემა არ შეექმნება, რომ ავტომობილი გააჩეროს, ან რაიმე საცობი შეიქმნას, ან რაიმე შეფერხება ქონდეს. ესე იგი, იმდენი ხანია ჩვენ თვალყურს ვადევნებთ აქსისის მშენებლობას, რომ რა თქმა უნდა წარმოადგენა გქონდა მის მასშტაბებზე, ჯერთი ვიზუალიდან გამომდინარე. მე ნამდვილად არ ვიცოდი, რომ მას შემდეგ რაც ის დასრულდება, ის უკვე ჩაითვლება ყველაზე მაღალ შენობად თბილისში, ჩვენს დედაქალაქში და მოდით მოვყვეთ მის ფუნქციებზე, რა ფუნქციებს შეითავსებს, რა ტიპის სავაჭრო თუ საცხოვრებელი ობიექტები განთავსდება და მოდით დასრულდება. ზოგადად აქსის თაუერსის დასრულება არის წლის ბოლოს დაგეგმილი. აქ სხვადასხვა ფუნქციები ეტაპობრივად გაიხსნება. იხსნება ერთ-ერთი ფუნქცია, პირველი იხსნება ეს სავაჭრო ფუნქცია, სადაც აგროჰაბი არის დაბინავებული და ესეც რაღაცა სიმბოლური იყო, იმიტომ რომ აქსის თაუერსი არის მთლიანად ქართული პროექტი. აქ ინჟინერიაზე, არქიტექტურაზე იმუშავებს ქართველმა სპეციალისტებმა. ასევე ქართველები არიან დასაქმებულები, სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც ტენდერით გამოვლინდნენ და აბსოლუტურად ქართული კომპანიები აკეთებენ ყველაფერს. აგროჰაბიც პირველი ქართული ჰიპერმარკეტია, ამიტომ ეს რაღაცა სიმბოლური არის ჩვენთვის ჩვენი თანამშრომლობა. ნამდვილად ყველაზე მაღალი შენობა არის
ფილიში 156 მეტრი სიმაღლე აქვს. 37 სართულია მიწის ზემოთ და მიწის ქვეშ 4 სართულია კიდე გამთავსებული. ესეც თვითონ მშენებლობის მასშტაბზე და ტავერსის მასშტაბზე მეტყველებს. აქ არის დეველოპმენტის 5 მიმართულება და როდესაც აი ამ ხელა 5 მიმართულება არის შერწყმული ერთად, ეს ძალიან იშვიათად ხდება. ზოგადად მსოფლიოში ძალიან ცოტა პრეცედენტია ამისი. აქ იქნება საცხოვრებელი, იქნება 5 ფრანგული სასტუმრო პულმანი, იქნება გასართობის სივრცეები, იქნება რეკრეაციული ზონა, იქნება A-კლასის ბიზნეს ცენტრი და რა თქმა უნდა ეს კომერციული სივრცე და კომერციული სავაჭრო ცენტრი, რომელიც ახლა 26-ში იხსნება. აქ რასაკეთებთ გოგოებო ამასობაში? სანამ ჩვენ ვლაპარაკობთ. რა ტორტი გამოგდით? ერთი წამ დავუსვით. დავნამეთ, ესე იგი ვხვდით. დაიდო, დაინამა, წავიდა კრემი, წავიდა კენკრა. სანამ იკეთდება 125 გრამი შაქარი, 300 მილილიტრი წყალი, შიგნით ემატება ვანილი და ლიქიორი, კონიაკი, რის გემოც გინდათ, გემოვნებით და ინამება ეს ბისკვიტები. აი ესე ნახე. ეხა ჩვენ ხილი ბევრი არ გვაქვს, აგროჰაბში ვერ წავედი რომ ცოცხალი კენკრა, მაგრამ ნახე ადრე ასე გვერდებსაც უკეთებდე და ეხა მეტი არ უნდა კრემი, ხა ერთი წუთი და არა, უნდა. ეხა რა გავაკეთოთ იცი? მოდი ესე გააკეთე. პრუწები. ხო, აბა მოდი. კარგი, მაშინ მანამდე სანამ ნინო ამას აკეთებს, ცოტა ახლოს ყოფილად. აი ესე. და კიდეში. გოგო მიატყუპე. შესკენ. მოიცა იმათ შორის უნდა კენკრა ჩავდო. არა. აი აქსის თაურების მიაჯინე გვერდ-გვერდზე. აქსის თაურების სიმაღლის არ გამოვა. და მოდი აი ამ ღია ტორტებზე ეგრეთ წოდებული რასაც ქვია, გითხარით. ტორტებზე გეტყვით ახლა რას ნიშნავს ღია ტორტი, რატო და შიშველი ტორტი დაარქვა ეს არის ესეთი ნიუ-იორკელი იტალიური წარმოშობის შეფი კრისტინა ტოზი, რომელმაც ეს მოიფიქრა. კონცენტრაცია რო არ მოხდეს, ესე იგი გაფორმებაზე, სახლში იქნება თუ სადღაც და უფრო გემოზე და უფრო ბისკვიტების ესე რაღაც, კარგი რომ ამოგივიდეს. გააკეთა შიშველი ტორტი. პრინციპი რა არის? ეხლა ჩვენ არ გვაქვს ხილი, როგორც თქვი, ეს კარგი არის, როდესაც უკვე შემოდის ცოცხალი კენკრა. ეს აიწევს და შიგნიდან ჩანს უკვე ტექსტურა, შიგ თავსი, ყველაფერი ჩანს და არის უფრო რაღაც სახლური, უფრო გემრიელად გამოიყურება და მე პირადად ძალიან მომწონს სახლის. ჩვენთან უკვე და ძალიან პოპულარულია. და საქორწილო ტორტებიც კეთდება უკვე ესეთი მრავალსართულიანი კი, ოღონდ ცოცხალი კენკრით. ახლა არა გვაქვს გაყინული და ანუ გვერდებსაც არ ულამაზებთ არაფერი. ეხლა ამას მე შემოვლესა უბრალოდ ცოტა წაუსვა. მე დრო ვიხევთე და კენკრა მოქმედებს ნინო, ზემოდან ხაროს. იმპროვიზაცია როგორც უნდა ისე გააკეთებს. თავს გენდონებით. ანუ ჩემი ტორტი გახდა ნინო სახელობის. ესე გამოდის. ჩამოგერთა? ჩამომერთა, ბოლო ფინალური აქ, ანუ ვიზუალი ფაქტება თურმე ტორტის წარმოებელი და არა გემოთი, არა და რამდენი. ნახეთ გარედან უბრალოდ ილესება შინაურულად. ხო, სახლურად, სახლში რომ მაგას ქვია ფითხი. რა ქვია? შეფითხნა. კარგი, მე მინდა დაუბრუნდე ვაკეში, აქსის თაუერში. ძალიან კარგად მახსოვს, პირველად რომ დავაანონსეთ აქსისში აგროჰაბის გახსნა, ნინოს იყო ლეაგროჰაბი ხარ ერქვა. არა. ხო, აგროჰაბს აქვს კარგი სახელი, რომელიც უკვე ყველას შეუყვარდა და ყველა ნდობით არის. მე მინდა ზოგადად ამ შენობის ფორმაზე თუ არქიტექტურაზე ცოტა მეტი მოგვიყვეთ. იმიტომ რომ მოდი, ჩემს გულწრფელ აზრს ვიტყვი, რომ თბილისი ვერ დაიკვეხნის მით უმეტეს ახალი ესეთი ლამაზი შენობებით, ეს კორპუსები და მშენებლობები რაც არის ყველა რაღაცნაირია და ეს თითქოს მოტრიალე ორი სვეტი რაღაცნაირად ამოვარდნილია რომელიც მომენტ ქალაქის ზოგიერთი წერტილიდან ერთიც კი ჩანს, ანუ აი რაღაცა ზოგ მომენტში რაღაცა და ილუზიაც იქნება, რომ რაღაც მომენტში ტრიალებს. კი, ნამდვილად არქიტექტურა არის განსაკუთრებული, ეს არის ორი მბრუნავის შენობა, ცათამბჯენი, რომელიც პიედესტალით არის გაერთიანებული. და თითოეული სართული ბირთვის გარშემო 2 გრადუსით არის წანაცვლებული. ნუ ცოტა ვინც არქიტექტურაში ერკვევა, მიხვდება, რომ ეს წანაცვლება ქმნის სწორედ ამ ბრუნვის ილუზიას. და აი აუცილებლად არ დაგეზაროთ სხვადასხვა რაკურსით შეხედეთ. აი ზემოთ რო აიხედათ ყოველ ჯერზე აბსოლუტურად განსხვავებულია ეს ფორმები აქსის თაუერსის და ძალიან ლამაზი.
ეს არქიტექტურაც არის ქართველი არქიტექტორების გაკეთებული და ძალიან განსხვავებული და გამორჩეულია ნამდვილად. ქალაქის ლენდმარკი გახდება და გახდა უკვე დარწმუნებული ვარ სავიზიტო ბარათი, იმიტომ რომ ყველა ფოტოში, ყველა რაკურსში, რასაც გადაიღებენ, ქალაქის ფოტოებს რო იღებენ, ყველგან ჩანს Axis Towers-ი, უკვე ყველგან არის ეს ისეთი კარგად ხილვადად გამორჩეული. როგორც ხიდი არის ჩვენი? ჩვენი ხიდი ასევე იქნება ეს და რა მინდა გითხოთ, იცით? ყოველთვის აი მე რატომღაც ესეთი ახირება მაქვს. როგორც კი ვნახავ რამოდენიმე რაღაცა შენობა მთავრდება, იმ წუთში უყურებ. როგორ მოაპირკეთეს, რამე დარგეს თუ არა, გაალამაზეს თუ არა და უმეტეს შემთხვევაში ეს არ ხდება. და მან გალაქტიონი იდგას და ულამაზესი ხე. ჯერ გალაქტიონი იდგა და მე და აშენდა ეს. იცით არაფერი არ ემურქება არც ხეს და რა თქმა უნდა არც გალაქტიონს ორივე თავის ადგილზე იდგმება ის ტერიტორია სადაც დგას გალაქტიონი და ხე მოპირკეთდება გალამაზდება იქ რეკრეაციული ზონა გაკეთდება კიდე Axis Tower-ში არის საფეხმავლო ქუჩა რომელზეც განთავსდება სხვადასხვა კაფე რესტორანი კიდევ ერთი ღია სივრცე შეემატება ქალაქს და ეს ქალაქის ტურისტულ ზოლს რომელიც ახლა თავმოყრილი არის ძველ თბილისში აქეთ გადმოანაცვლებს ამიტომ ეს ყველაფერი ისე კეთდება რომ ყოველთვის ძალიან საყვარელი ადგილი იქნება და ალბათ ერთ-ერთი წერტილი სადაც წავიდეთ საღამოს სიტყვიან მეგობრები მოდი Axis Tower-ში აი ესეთი წერტილი გაჩნდება ნამდვილად სალონები იქაურობთ ესე იგი რაც აქ დაგჭირდა ყველაფერს ვაკეშიც შევიძენ ბატონო აუცილებლად შეიძენთ იცით ჩვენ სეზონურად არასეზონურად ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ და ყველაფრის შეძენა საბავშვოდ მირთმევად სახე ჩვენი იცით რამ ხელა კულინარიის ხაზია და Axis-ის ობიექტი იქნება 150 ადამიანზე გათვლილი ეს ტრაფიკოების ობიექტი ბისტროს ტიპის ასე რომ ტერეწაყვანების ტორტებს იბარებთ? კი, სახელობის. ჩიკა აკეთებს მე ვრთავ ასეთი ისა გვაქვს. და მე ბიზნესი. არა, თინი დავარქვათ ეს. ხო იციან ეს რაღაცა მე პატრონები. ნახე, აი არ უნდა მიეხმარო ამას არაფერში, ხედავ? შესაძლოა მიეხმარო, არ უნდა დაიხმარო. ელში თორე. ნუ აი ხედავ რა მოხდა. ითზე გადაკეთდი. ითზე არავითარ შემთხვევაში ეს რჩება მაინც თეას ტორტად, იმიტომ რომ თეა მოგვიტანეს, ჩვენ დაგვიხმარეს. თუმცა ბიზნეს წილში შეგვიძლია დაფოდებიც არა ვართ. მოკლედ მოიწ არ ვაპირებთ გაჭრას. გავჭრაცხოთ ცოტა ხომ შეიწოვოს თუ არ გინდათ სტუმრებს მივართვათ. ხო, მე რა თქმა უნდა მინდა დასვენება თორ. კი რაღაც სახეზე ამიჭირან და ხდება ეხა გახსნა 26 მარტს 3 საათიდან უკვე მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს მოსაწვევები მოგიწევს 24 საათის მანძილზე 24 საათის განმავლობაში შემდეგი ობიექტი აქვე დაანონსა გვანცამ და აღარ დავტოვებ საიდუმლოდ და ვიტყვი რომ ბათუმში გაიხსნება ზაფხულის მიწურულს ზაფხულის შუაში ასე რომ ბათუმშიც მე კიდე ბევრს ვილაპარაკებ და მოუყვებით იქაურ ამბებს მანამდე კი აქ თქვენ ერთი მნიშვნელოვანი რამე შემოქმედებით ჯგუფს როგორც ამბობენ მადლობა თუ იქნება ის რომ თქვა არ მინდა არაფრის ყიდვა მაგრამ მინდა დავჯდე ყავა მივირთვა და ნამთვარი იქ შევიძინო და კი ბატონო კაფეტერი აი რა ქვია იქნება 150 ადამიანი ან როგორც არის აგროჰაბშუბროთ შედარებით პატარა მოცულობის აქ რა თქმა უნდა ხე იმდენი რამე შენდება და მოთხოვნა საკმაოდ დიდი იქნება იმდენი ოფისი იმდენი ამბავი იქნება თვითონ აქციაში რომ უფრო დიდი მასშტაბის და ესეთი საფუძვლიანი კვების ობიექტი ძალიან კარგი ესეც მნიშვნელოვანია დიდი მადლობა აღდგომოთ მოხვალ და საოცრებს ხოლო ნაწერები ხო მანამდე გეძლევა დრო რომ ხო აი 21 მარტამდე მაცადეთ აი გამიხსნებით და მე გადავალთ ხაჭოს პასკების და ადასული ვარ მე უკვე იმ იმაზე მაგრამ ეს უკვე ხედავ რომ იხსნება ესე იგი რამდენი ხანი უნდა დავასვენოთ რომ ეს არ მოხდეს რომ არ გაჭირდეს დაჭრა 2 საათი 2 საათი მაცივარში ძალიან დიდი მადლობა თეა თქვენი მასტერკლასი შედგა ნამდვილად დაგვარწმუნეთ რომ შესაძლებელია და მე მგონი მართლა ძალიან ისეთი რაღაცნაირია სახლში რო თაშენი გამომცხვარი როა უფრო მეტი ხიბლი აქვს და ოჯახის წევრებიც უფრო ბედნიერები არიან ძალიან დიდი მადლობა მიყავით უმაგრესი ასისტენტები დიდი მადლობა თქვენ წარმატებები გახსნისთვის ჩვენ კი დავასრულეთ დღევანდელი გადაცემა და მოვდივართ ნახვამდის